აღარ შემიძლია, მოკლედ. გამასწავათა მანქანამ, გამასწავათა მანქანამ. ვერც გავყიდე. შენ რა გინდა, ხო, საოპერაციოში ხარ? ხო, მე თუ აკეთებ ოპერაცია? ხო. აიღე კაცო სკალპელი და დაუსვი, გაჭერი. მან არ გაჭრა, კაცო. მან რა უნდა ბრმანაწლავს ქვევითარი. მაგას ეხარ ასუზავ, ვერაფერს ვერ უზავ, კაცო. რომ თუ დაგჭა დრო გაკერე მერე. ხო. თან მომისმინე, კარგად. შეამოწმე მონიტორზე. მონიტორზე იქ პულსის ის არის, რა ქვია, გულის კარდიოგრამა უნდა დადე. სწორი ხაზია? პულსი ნახე. პულსი. არა. მომისმინე მაშინ ახლა შენ ჩაიცვი თბილად და მოხიე მაქედან. ხო. კარგი. ზედა ყველაფერი ჩემის. ამის ანალიზებმა ხომ მომკლა კიდო. რანაი? დედა ცისფერი სისხლია, ამას თუ მეჩვენება. ბატონო ნიკა. დედა მომკალი ცისფერი სისხლია, ახლა ამას თუ მართლა მეჩვენება, გახედე. მე დაწიეთ ქვევით ბატონო ნიკა, ესეა, ეს გახედე. არ მინდა მე შერისწავლება. ვიცი, მე ეს ქვევით უნდა დავწიო თუ ზევით. ხო ისა. არა, კი, კაც. ბატონო ნიკა. ხო. თქვენთან არის პაციენტი მოსული და რა ვქნა რა. ხო გითხარი, კაცო? ხო გითხარი რომ აქ თათბირი არცალია. მე მწარეთ აქვს დაგინებული ბატონო ნიკა, ვერაფერს ვერ გავაჩერებ მე მაგას. დაგინებული თქო შემოუშვა. შემოუშვა. აი აგერ ბატონო ნიკა შემოვიყვანე. კარგი, გისმენთ რა შეასახ. გამარჯობა. გადამეყლაპა. რა გადაგეყლა? მაგნიტი გადამეყლაპა. რანაირად გადაგეყლაპა? მაგნიტი. რანაირად და ჩვეულებრივად რომ მივირჩევდი იმ 20 თეთრიანებს. უცბად მიიზიდას ეს მაგნიტი 20 თეთრიანებმა და გადამეყლაპა უცბად. გაგსინჯავ მაშინ რა? გაგსინჯეთ ბატონო. ესე იგი, რა მინდა იცით რო გითხრა ახლა, მე ვერაფრით ვერ დაგეხმარებით, ერთი რჩევა შემიძლია მოვუწე. თქვენ მიდით ჯართის რო იბადებენ. იმ ქარხანაში და მან და დიდი მაგნიტი, ძალიან. და ასე პირი დააღე და დაუდეკით ქვევიდან. და უეჭველი ამოვარდება. დიდი მადლობა ექიმო, დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. მაგრამ მანამდე რომ ჯართი გადამეყლაპოს კიდე რა გავქნა მე, მაგრამ კარგად. მიბრძანდით, კარგად ბრძანდებოდეთ. ბატონო ნიკა შეიძლება? სადა ხარ, რატო იგვიანებ, კაცო? პაციენტი მყავდა. მე რო ვარ აგერ სამკურნალო, იმას არ უყურებ შენ. და სხვებს ხო, გუშინდელმა ოპერაციამ როგორ ჩაიარა? გუშინდელმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და გრძელდებოდა ზუსტად 4 საათი. 4 საათი რა ამბავია, კაცო? თირკმენის ოპერაცია 4 საათი რა ამბავია? ნუ 4 საათი იყო თავის რეკლამებიანად. და ისე სუფთა დრო 2 საათი იყო. 3 გაჭრა ხო გქონდა? ხო, 3 გაჭრა იყო შუაში. კარგია. ბატონო ნიკა, თქვენ დისერტაცია დაიცავთ? დიახ. დაიცავთ? დიახ, დავიცავი დისერტაცია. ძალიან გილოცავ, ძალიან დიდი სიხარულით. ძალიან მადლობა. და რა თემაზე? ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში. რა შუაშია? მე კოსმეტოლოგი ვარ, ხო იცით ახლა ჩემი პროფესია, კოსმეტოლოგია და მაინც ასე. ანდღულა ბატონო მიშა. აი მე რა გქონდათ? თქვენ ოპერაციაზე არ უნდა იყოთ, ეხლა საოპერაციოში არ უნდა იყოთ? რა. ვიყავი. საოპერაციაში არ უნდა იყოთ, კაცო. ვიყავი. მე ეს რა არის?
რა არის ეს ოპერაცია? ნარკოზის გაკეთება დამავიწყდა. რა და დამავიწყდა, არ დაგიწყები არაფერი. დამავიწყდა. დამძამდით. მე რა მითოდი, არ დაგიწყებია. წამომიგდა გიჟივე, კარგი, ძალით მიდოდა? არა, სფერაშუაში ხარ. დამძამდით. კარგი, დავიწყოთ დღევანდელი თათბირი, რაზეც მთელი საბავშვო ვაქავართ. და დავიწყოთ დღევანდელი თათბირი. სხვათა შორის ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ცუდი მდგომარეობაა ჩვენთან. პაციენტები გარბიან. გარბიან პაციენტები. ვიღაც ეუბნება, მე არ ვიცი, ვიღაც ეუბნებათ, რომ ჩვენთან კოიკა ღირს 50 ლარი დღეში. დღე-ღამე 50 ლარი. ღირს და გარბიან ეს პაციენტები და ქობულეთში 8 ლარად წვებიან იქა. 8 ლარი ქობულეთში კოიკა. იმიტომ რომ არ აქვს პატრონი და. ხო. მერე კიდე მინდა აღვნიშნო, ანტისანიტარია. ანტისანიტარია სრული ანტისანიტარია. ჩვენთან იმ დღეს იყვნენ მინდა რა ქვია მოსულები, კომისია შემოწმებაზე. სამინისტროდან და რო შევიყვანე ოთახში, რომელმა ქენით არ ვიცი. პალტოს იმაზე ჩამოსაკიდებელზე იყო გლანდები გადაკიდებული. ხოდა კიდე კაი მახვილი გონება რომ აქვს და მოვიფიქრე უცებ და ეს რა არისო რომ ითხრეს მე უთხარი მეუღლე კაშს მიქსოვს თქო და შემოვიხვი ეს გლანდები. ისერზე და 4 გლანდი დავდიოდი მთელი დღე. 4 დაგნებავ თქვენ გერაცვა. იმ პარლამენტარის ნათესავია მოსული დაინტერესებს დიაგნოზის პასუხი და რა გადავცე? ხო და გადაეცი რომ მაგას აქვს მექანიკური სილურჯეები აქვს. აღენიშნება ჰიპერტონიული ანემია. თედა საწყარი. კიდურების დამბლა. ისჩემური ოსტეოქონდროზი. ოსტეოქონდროზი. ერთი სიტყვით მაგარი გაძუყნულია. გაძუყნულია. კი. კარგი, მადლობა. ეს მიეც გაძუყნულია ესე იგი. კარგი. პირდაპირ არ მიახარო ნენელა. ეს კიდე ჩვენი თანამშრომელი ხო არის კაცო? ხალათი ვერ ჩამასვი 4-ჯერ გაუკეთეთ ოპერაცია. პაციენტი მგონია მეშლება სულ. ოე. 4-ჯერ გაუკეთე ოპერაცია. და გყავს პატრონი. მომისმინეთ, ახლა კონკრეტულად გადავიდეთ იმაზე. გაბუნია როგორ არის? გაბუნია? გაბუნია. ო, გაგვექცა. და როგორ გაგვექცა? როგორ და გაიაეცე აღარ არის. როგორ გაიქცა კაცო? სანიტარს დაუტოვე და ვის დაუტოვე ყოფილიყავი მე და ჩვენ გაგვექცა აღარ არის პალატაში. მაიცა როგორ აღარ? რა ცაცავა. მაგისი თერმელები აგერ მაცევარში მაქვს შელახული, არ დათინდება? მე როგორ გავა ერთხელ ვარ დაჭირდეს თირკმელი. ორივე აგამა. მოვა მაშინ. ხო. მოვა. არა ყავს პატრონი ვიძახი და ვიმიც. მომისმინეთ კიდე რა მინდა რა ვთქვა. რა მინდა რა ვთქვა. 100-ჯერ გაგაფრთხილეთ და 1000-ჯერ. როდესაც არის რომ ეს ფორს მაჟორული სიტუაცია როცა არის. ვინ არის? ფორს მაჟორული სიტუაცია როცა არის. ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ მანქანაშივე, სასწრაფო დახმარების მანქანაშივე გავაკეთოთ ოპერაცია. დროზე იმ დღეს მე რო არ ყოფილიყავი, მოგვიგვდებოდა. და მეკლა და დიზა გავაკეთე. გუშინ წინ. დიშკიჩაში გუშინ არის ერთი კირით უკა. შენ ხო იყავი? ყველა სიცოცხლე. ყველა სამაიმუნო როგორ უნდა ვიყო მე? მერე რა ჟატიგე. რა გავწერი ესა. რა ქვია იმას? თირკმელი და გამოვარდა კეჭი აესხე და გვარფარებიანი ის მოდიოდა უკან.
მერცედესი მოდიოდა გვარფალებიანი და აი სულაზე ჩაუტრიანი პარპრესი და რა გამიდა ეს შარი რა ყველაფერს მედავჩილის მერე ისე რა იციან მართლა ეს რა წესია ცოტა ადრე გამოიძახონ ეს სასწრაფო დახმარება 2 საათით 3 საათით ადრე ცუდად რო გახდებიან მაინდა-მაინც მაშინ რომ მოუნდებათ რა ეს გამოძახებები 2 საათი წინა დღეს გამოიძახონ წინა დღეს გამოიძახონ დაგეგმონ ხო ხვდები რო ხვდები აბა ადამიანი ხო გრძნობ ხო შენთან კიდე სხვათა შორის შენთან გქონდა საქმე მეცა სადმე წერა ხო უსაქმური მე ხო უსაქმური ხარ შენ რატო ბატონო ხავის სმიც მეც არაფერს არ აკეთებ თქვენ თვითონ არ მითხარით წნევისთვის კარგიაო კიდე კაი რო გითხარ კიდე კაი რო გითხარ ეხა კარგი ის ბიჭიკაშვილთან რა ხდება ბიჭიკაშვილის განყოფილებაში სადა მორგში სიწყნარია როგორც ყოველი ერთადერთი განყოფილება მთელ საავადმყოფოში სადაც ხმაური არის რამდენი გავივლი მაგის გარდა სიწყნარეს სიჩუმია იმიტომ რა ფინანსებენ მაგათ და ხელფაცია იმიტომ და არა ყავს ჩვენ პატრონი იქნება სიწყნარე რა ელაღლება და გიორგაძის თირკმელი რა გიორგაძის თირკმელი რა ქენ გიორგაძის თირკმელი რა უნდა ექნა თირკმელი გადაუნერგეთ მერე რა არ გაიხარა რატო მე რა ვიცი არ ვიცი არ გაიხარა რატო მე კითხება ყველა არა წყალი უნდა დაესხა ალბათ და რა ვიცი გაეზარდა მე რა ვიცი მოვლა უნდა იმას ის თირკმელი გადაგინერგავი არ არის ეგრე ეს თირკმელები არ არის საყრელად კიდე ეს რა არის შეხედე ეს არის მომაკლებიებეთ მეორეთ არ ითამაშოთ აქ თორე დაგიჭრით ამ ნაღლის ბუშტს უყურე შენ აი ზამაი ჩემ ფანჯარას უნდა ითამაშო მოუნდებათ ხო არა სკაფ პატრონი ვიძახ ხვალ უკეთებენ ის ბატონი გიას დიშვილს ოპერაციას ხო ბატონი გიას დიშვილს და ყველა უნდა ხო და მე რა მაინტერესებს რა ჩავიცვათ ოპერაციაზე რა ჩავიცვათ მე ახლა მთავარი ექიმი ვარ და რა ვიცი წითელი ბულავარი რომ მაქვს ის ჩავიცვა თურქეთში ნაყიდი ხო კაი მეც რამეს მოვიფიქრებ წითელი ჩაითვიში ხო ერთი სიტყვით კიდე რამ აი მე ჰაერი არ მყოფნის რა უფ რა ჰაერი არ მყოფ მანახე გულში სუდათვა მანახე რა იყო გულში არა ექიმი ვიღაცა ექიმი დაუძახე გადი გაუში ამას მე მოვკიდებ ხელს წელზე შენ დაუძახე ექიმს მე მოვკიდებ წელზე მე მოვკიდებ ხელს კაცო არ მინდა დამოგი ნუგეშინია კაცო ნუგეშინია სასწრაფო აგეთ საით არის სასწრაფო აქეთ წამოდი აქეთ ყოფილა სასწრაფო